მოგესალმებით. წრილში მოცემული არის ყოველდღიური გაყიდვები ჩვენი პროდუქციის. და გვინდა მარტივად დავთვალოთ მაგალითად პროდუქტის მიხედვით რა რაოდენობის ესა თუ ის პროდუქტი გაიყიდა და ასევე რა მოცულობის. როგორ გავაკეთოთ ეს? პირველ რიგში წრილის ნებისმიერ უჯრედს შეგვიძლია დავდგეთ, შემდეგ insert ღილაკში გადავიდეთ, insert ღილაკში რომ გადავალთ, აქ გვაქვს pivot table-ის ღილაკი, ამას რომ დავაწყებით, გამოდის ფანჯარა და ამ ფანჯარაში პირდაპირ შეგვიძლია OK-ს დავაწყოთ და ახალი შიტი შეიქმნება, სადაც ასეთი ფანჯარა გამოგვიჩნდება. ხოლო მარჯვენა მხარეს იქნება სამუშაო მაგიდა, ასე ვთქვათ. ჩვენი სამუშაო მაგიდა შეგვიძლია ვამოძრავოთ, აი ასე მოვკიდეთ ხელს და წამოვიღებ ახლოს ჩემს ცხრილთან, რომ მარტივად ვაკონტროლოთ ჩემი მაგიდა და ასევე ცხრილი. ჩვენ გვინდა რომ ჩვენს ცხრილში მოვძებნოთ თანამშრომელი პროდუქტების მიხედვით რა რაოდენობის პროდუქტი და რა მოცულობის პროდუქტი გაიყიდა. ამისთვის პირველ რიგში უნდა ჩავაგდოთ row გრაფაში უნდა ჩავაგდოთ ნივთის დასახელება. ჩავაგდეთ ნივთის დასახელებას. ასევე შეგვიძლია ხელმეორედ ჩავაგდოთ ნივთის დასახელება, ვთქვათ უკვე value menu-ში ჩავაგდებთ. შევალ ამ პატარა ისარ ღილაკში და აქ value file setting-ში რო შევალ, აქ counts არჩეულია და თუ არ იქნება მაშინ ისევ counts გავაკეთებდი. ეს იმას ნიშნავს, რომ რა რაოდენობის ესა თუ ის პროდუქტი გაიყიდა, ეხლა გვჭირდება უკვე რა მოცულობა, ანუ თანხაში რა თანხაში გაიყიდა. ამისთვის თანხაც უნდა ჩავაგდოთ მაშინ value-ში. ნივთის ღირებულება უბრალოდ ნივთის ღირებულება მოვკიდებ ხელს და ჩავაგდებ value გრაფაში. და უკვე გამოგვიჩნდება ჩვენი ნივთის ღირებულებები. მაგალითად, კონდიციონერი მიდია, გაიყიდა 97 ლარი, ჯამში 97300 ლარის.